მოლოდინი გაქვთ, როგორი თავმჯდომარე იქნება პარლამენტში? სამწუხაროდ მიწოს იგივეს გამეორება. ჩვენ ნახეთ წინა საარჩევნო კამპანიაში ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა ზიზრისა და სიძულვილის ენით. და სწორედ ამიტომ თქვი და ვამბობ, რომ ნათლად წარმოაჩენს ქართული ოცნების რბილად რომ ვთქვა დეფექტს. დიახ, ეს არის ის ადამიანი, რომელიც დღეს თავმჯდომარედ დანიშნეს, არა უბრალოდ სადღაცა კერძო რომელიღაცა კომპანიის ან რაღაცა კლინიკის და საავადმყოფოს, თავარი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ აირჩია ბიძინა ივანიშვილის გუნდმა ადამიანი, რომელსაც უნარიც კი არ შესწევს იყოს შელამაზებისთვის მაინც კონსტრუქციული. და თუ ეხა მას ეს ეწყინებოდა მის გუნდს, მე დარწმუნებულად თავადაც უკეთესად იციან. პრობლემას ამაში ვერ ხედავ. ნამდვილად ვერ ხედავ. პრობლემას ხედავ იმაში, რომ თავად ქართული ოცნების წევრებიც კი ვინც იცნობს ბატონ კობახიძეს, მათი არჩევანი ყოფილიყო არ წარადგენდნენ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ერთი არ აქვს არანაირი გამოცდილება. თავი დავანებოთ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ხოტობას დღესაც ისმოდა მაღალი ტრიბუნიდან. დღესაც 2016 წელს ბატონ ივანიშვილს უხდიდა მადლობას. უმცირესობის ლიდერი არც კი ცხენია გამოდის და მადლობა ბატონ უმრავლესობის ბოდიში, რასვეთში ბატონ დავით ბაქრაძეს. დიახ. უმრავლესობის ლიდერი მადლობას უხდის 4 წლის თავზე. იმ რეალურ უფროს რო კითხო ბიძინა ივანიშვილს, არაფერს შუაში არ არის, რაღაცა მალავენ და რის თქმა მინდა, წარმოვიდგინეთ თქვენ რამდენი პრობლემა აქვს ქვეყანაში, წარმოვიდგინეთ რა ეკონომიკური სიდუხჭირეა. ამ ქვეყანაში არ არის არც ერთი ეკონომიკური განვითარების გეგმა. ამასთან დაკავშირებით გქონდათ კითხვები ბატონ ნიკა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საკმაოდ ბევრი შეკითხვა დაასვეს სხვადასხვა მიმართულებით. ეს შეეხებოდა როგორც ეკონომიკურ ვითარებას, ასევე მედიის თავისუფლებას, ასევე იმ განცხადებებს მოსალოდნელ არეულობასთან დაკავშირებით, რომელიც კეთდებოდა არჩევნების წინა პერიოდში და ამაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა კიდევაც, რომ მადლობას უხდის ნაციონალური მოძრაობის წევრების იმ ნაწილს, ვინც გაემიჯნა მიხეილ სააკაშვილის გეგმას არეულობასთან დაკავშირებით. ბატონი კობახიძე მთელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სუსი და მთელი ქართული ოცნება ხა ცდილობს, თვითონ წარმოაჩინოს, რომ ჩვენ გავამიჯეთ მიხეილ სააკაშვილს. ეს არის ტყვილი, აბსოლუტური ტყვილი და ვერც აღირსებია. შეუძლებელი არის პოლიტიკური გაერთიანება, ნაციონალური მოძრაობა გაემიჯნოს მის ლიდერს. ესეთი რაღაც არ არსებობს და მათ აწყობთ და დარწმუნებული ვარ, მთელ სახელმწიფო ასე თქვათ რესურს თანხმობრივად ხარჯავენ აი ამ ვითომ და მოგონული პრობლემის გაღვივებისთვის თავისი აგენტების მეშვეობით. და მაღალი ტრიბუნაში თქვენ გონებთ ახლა შემთხვევით თქვა ბატონ კობახიძე, ვერც ვერავინ მიართვეს ბატონ კობახიძეს ამ სიამოვნებას და ეს ასე არ იქნება და ძალიან მალე უმრავლესობა ქართული ოცნების დაინახავს, რომ ეს მოჩვენებითი უმრავლესობა და საკონსტიტუციო ასე თქვათ უმრავლესობა, რომელიც მოიპოვეს ძალადობრივად, არის ნამდვილად ქიმერა, რომელიც უბრალოდ არის მირაჟი და გაქრება. რეალური ძალა ხალხს აქვს თუ ქართული ოცნების აი ამ გუნდს გამოჩნდება ძალიან მალე თავადვე დაწუნდებიან და არ შემიძლია არ თქვა ისი თქვაც მინდოდა ბატონი თავმჯდომარის ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არ ექნება არანაირი დამოუკიდებლობის ხარისხი, არ ექნება არც ერთი ობიექტური დამოუკიდებელი გამსაზღვრელი გონიერი ხმა, რომ მაგალითად შეეწინააღმდეგოს თავისივე გუნდის წევრს ბატონ ხუნდაძეს მაგალითად, რომელიც ამბობს, რომ ვარი იმიტომ გაუფასურდა, რომ თურმე ოპონენტებს ბევრი ფული დაუხარჯავ წინა საარჩევნოდ. მაგალითად პრემიერ-მინისტრს, რომელიც ამბობს და ამბობდა რამდენიმე დღის წინ, რომ ვარი იმიტომ უფასურდება, რომ ეკონომიკა დინამიურად ვითარდება. აი ამ ყველაფრის წინაშე რას უპირისპირეს ეს ახალგაზრდა გამოუცდელი აბსოლუტურად ივანიშვილის მორჩილებაში მყოფი ადამიანი. მე კი არ ვარაუდობ, რომ ასეთი იქნება ბატონი თავმჯდომარე. კი არ ვარაუდობ და ჩემი ასე სურვილი კი რომ ასეთი არის, ასეთი იყო. ასეთი რო იყო, იმიტომ არის ასეთი დღეს. ასეთი იქნება ხვალ. რეალურად ჩვენს პარლამენტს ყავს მარტივად რომ აუხსნა საზოგადოებას ნარმანია 2. რეალურად რომელიც აუცილებლად იქნება მართული მხოლოდ ივანიშვილის მიერ, მაგრამ ძალიან მალე, რა თქმა უნდა, ეს მართლობა ჩამოიშლება ხუხულასავით, ვინაიდან მათი ძალაუფლება არის მოჩვენებითი, რეალური ძალა არის ხალხში და მათი ეს მოპარული ხელისუფლება დგას შუშის ფეხებზე, ქვიშაზე და ხალხი, რა თქმა უნდა, ყოველგვარი კონსტიტუციური და დემოკრატიული მეთოდების გამოყენებით მათ ჩამოაშორებს ხელისუფლებას. არა მათ უკაცრავად, არამედ ბიძინა ივანიშვილს. ბატონიკა, იმ მოცემულობიდან გამომდინარე და იმ რეალობიდან, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რა რესურსი გრჩებათ და როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური ოპონირება პარლამენტში და თქვა პოლიტიკური დებატები უკვე აი ამ მე და არა მხოლოდ მე
აი უმცირესობისა ჩემი მეგობრებისა პირველ მეორე დღეს მართლაც ვფიქრობდით რომ არ შემოსულიყავით საკანონმდებლო ორგანოში. მართლა მქონდა ეს ჩემი პირველი ინსტინქტი იყო რომ არ უნდა შემოსულიყავით, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დავწუნდი რომ შეცდომა იქნებოდა არ შემოსვლა. უნდა გამოვიყენოთ ეს პოლიტიკური ანენა, უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა, არ უნდა დავტოვოთ კომფორტში ქართული ოცნება, ხა თქვენ წარმოიდგინეთ დღეს რა ყოფილიყავთ. კი ბატონო, ვერ შეუშალეთ ხელი ამ ცირკს და ბატონი კობახიძე აირჩიეს თავმჯდომარედ, ხო? მიკი უმცირესობის ლიდერი, მე ვფიქრობ ალბათ დაწინაურდება უმრავლესობის ლიდერი დაწინაურდება და იგი ძალიან მალე თუ ასე გააგრძელდა იქ ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა, მე გამახსენდა უბრალოდ საბჭოთა კავშირი, მისი ტონალობა, მისი მიმართვა, ის იყო ადამიანი, რომელსაც მოახერხა და დაიწყო დაამთავრა მადლობა ბიძინა ივანიშვილი. რისი თქმა მინდა სიტყვით, რომ აქ არ შემოსვლა იქნებოდა შეცდომა, ვინაიდან ეს არის ის პოლიტიკური ანენა, რომელიც აუცილებლად ათვისებული უნდა იყოს კომპეტენტური გამოცდილი გუნდის მიერ და ხელი უნდა შეუშალოთ ყველანაირად ამ ძალას, რომ ქვეყანა საბოლოოდ არ გაანადგურა. მაგრამ პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღნიშნე, აუცილებელია და ეს გარდაუვალი იქნება ხალხთან ერთად ჩვენ ასევე წარმართად სხვადასხვა სამართლიან აქციებს, დემონსტრაციებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ მარტო საპარლამენტო ცხოვრებით ბიძინა ივანიშვილის ასე თქვათ ჩამოშორება ამ მართვის სადავოებიდან შესაძლოა რთული იყოს. ამიტომ ჩვენ ბუნების შესაძლოა დარწმუნებული ვარ, უნდა კომბინაციაში მოვიყვანოთ საპარლამენტო ცხოვრება არ მოვერიდები და ნამდვილად ქუჩის აქციებსა და დემონსტრაციებთან ერთად. ბატონი კათა, უნდა გკითხოთ აუცილებლად ასევე გიორგი მარგულაშვილის დღევანდელ მიმართვასთან დაკავშირებით. თქვენ მოისმინეთ რამდენიმე ინიციატივა, რომელიც ჰქონდა ქვეყნის პრეზიდენტს და პირველ რიგში საუბრობდა პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე და თანამშრომლობის გაძლიერებაზე პარლამენტთან. უმრავლესობის მხრიდან ფიქრობთ თუ არა, რომ გაგრძელდება იგივე ტრადიცია პრეზიდენტთან დაპირისპირების, რაც იყო მანამდე? ხილიკი უკვე სახეზე იყო უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან დეკლარირებულია ამ ინსტიტუტის მიმართ ნულოვანი ნდობა და მეტიც უნდათ რომ პირდაპირ არჩევითობა პრეზიდენტისა მოსპონდა ამ გზას ადგანან. რაც შეეხება თავად ახლა პრეზიდენტს, რაც შეუძლია აკეთებს ბატონი მარგველაშვილი, მაგრამ მე ვფიქრობ დარბაზში ყოფთაგან ნაკლებად თუ უსმენდა ვინმე სამწუხაროდ რეალობა ეს იყო. მაგრამ აი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილმაც კი, რომელიც ვითომდა რაღაცა თაწმინდის რაიონიდან კენჭი იყარა როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა, რეალურად ეს იყო ფარსი და ფიქცია, ის იყო ქართული ოცნების კანდიდატი და ეხლა პარლამენტში აქ არის წარმოდგენილი როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ესეც დაცინვა საზოგადოებას, ის ამბობს პრეზიდენტზე, რომ ის რეალურად არის ადამიანი, რომელიც დირექტორად ესაუბრება. არა, წინადადებები როგორც ასეთი შინაარსობრივად ჰქონდა ძალიან საქმიანი, მაგრამ სამწუხაროდ ნაკლებად თუ ვინმე მოისმინა ამ დარბაზში დღეს მისი გამოსვლა, ეს მისი ავტორიტეტის ასე თქვათ ნაკლებობაზე მიუთითებს.